უფალო, მადლობას გწირავ ამ შესაძლებლობისთვის. გმადლობ, რომ კიდევ ერთხელ მომეცი შესაძლებლობა მღვდელმსახურება აღვასრულო შენი ძვირფასი სამწყსოსთვის. გმადლობ, უფალო, დაე გამოცხადებით მიღებულმა ცოდნამ იდინოს თავისუფლად, შეუჩერებლად და შეუფერხებლად რაიმე სატანური თუ დემონური ძალით. მამაო ჩვენო, გევედრები, გაჟღერდეს ნება შენი, ჩემი ბაგეებით, ჩემი გონების გავლით. ყოველივე ეს შენგან არის, ყოველივე შენი ხელით. ვლოცულობთ იესოს სადიდებლად. ამინ. დიდება უფალს. თუ თან გაქვთ ბიბლია, გადაშალეთ იოანეს სახარებაზე და მოძებნეთ მეათე თავის მეათე ლექსი. ჩვენი საუბრების სერიას, რომელსაც სულიერ ბრძოლაში გამარჯვებას ვეძახით, დღეს მინდა ქვესათაური მივცე. გონების შერკინება, სულიერ ბრძოლაში გამარჯვება, ანუ გონების შერკინება. ახლა მინდა რომ დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩემი, ისევე როგორც თქვენი ცხოვრება, ჩვენი აზროვნების პროდუქტია. სანამ ძირითად საუბარზე გადავიდოდი, მინდა უბრალოდ გაგესაუბროთ. ჩემი ცხოვრება და ჩემი ცხოვრების ნაყოფი სწორედ ის პროდუქტია, რომელსაც ჩვენი გონება ქმნის. ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში ჩნდება, თქვენს გონებაში იბადება. თქვენი გონება ბრძოლის ველია, სადაც ირკვევა ის, თუ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება. მოდით გავიმეორებ. თქვენი გონება ბრძოლის ველია, სადაც ირკვევა ის, თუ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება. აი, ასე მარტივადაა საქმე. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ უფალს მისცეთ თქვენს გონებაზე წვდომა. ან დაგარწმუნებენ, რომ არაფერში გჭირდებათ. უფალს ან უფლის სიტყვას რაიმე მნიშვნელობა მიანიჭოთ და საკუთარ გონებაზე წვდომა მხოლოდ თქვენ გქონდეთ და სამყაროსაც საკუთარი თვალით უყურებდეთ. ახლა, სადაა აქ ხრიკი? მოგეხსენებათ, კომპანია ფორდმა შექმნა ფორდის ძრავა. თუ გინდათ, რომ ძრავი გამართულად მუშაობდეს, ძრავის მოვლის შესახებ ინფორმაციის მიღება უშუალოდ ფორდისგან გენდომებათ. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ფორდი არაფერში სჭირდება იმისათვის, რომ ამ ძრავზე ინფორმაცია გაიგო. დავრეკავ საღებავების მაღაზიაში და ინფორმაციას ამ ძრავის შესახებ საღებავების მაღაზიიდან მივიღებ. აი, ამას ვაკეთებთ ჩვენც. ღმერთი არის ადამიანის შემქმნელი. უფალია ადამიანების შემქმნელი. უფლისგანაა ყველაფერი. ჩვენ ვართ სულიერი არსებები. ჩვენ გვაქვს სული, რომელიც აერთიანებს გონებას, ნებას და ემოციებს. ჩვენ ცხოვრობთ ფიზიკურ სხეულში და უფალმა იცის, თუ რა ინგრედიენტების ქონაა გონებაში აუცილებელი ისეთი ცხოვრება, როგორიც გინდა. მაგრამ იმის მაგივრად, რომ მივენდოთ უფალს და გავარკვიოთ, თუ რაზე უნდა ვფიქრობდეთ იმისათვის, რომ კარგი ცხოვრება გქონდეს. ჩვენ სრულიად განუდგებით ხოლმე უფალს და უარს ვამბობთ ვიფიქროთ ისე, როგორც მას სურს, რომ ფიქრობდეთ. ფიქრობდეთ მისი სიტყვის შესაბამისად. მას სურს, რომ გავხსნათ გონების კარი და შემოუშვათ მისი სიბრძნის სიტყვები. ჩვენ კი გავდივართ ჩვენ სამყაროში და სამყაროს ვთხოვთ მასალას ჩვენი გონებისთვის. ჩვენ არ მივდივართ ყოვლისშემძლე უფალთან და არ ვთხოვთ მას მოგცეს ის, რაც ფიქრისთვის გვჭირდება. ჩვენ ჩვენს სამყაროს მივმართავთ. არადა სამყაროს არ შევუქმნივართ. ის არ არის ჩვენი შემქმნელი და ჩვენ კი მაინც სამყაროსკენ და სამყაროს მრავალფეროვნებისკენ ტრიალდებით. ჩვენ ვუშვებთ ჩვენს გონებაში სამყაროში არსებულ განათლებას, სამყაროში გაბატონებულ ნორმებსა და ღირებულებებს და ვაძლევთ მათ უფლებას განსაზღვრონ ჩვენი აზროვნება. და თუ სწორედ ახლა თქვენი ცხოვრება არ მოგწონთ, გადაამოწმეთ, რაზე მიეცით თქვენ გონებას წვდომა. არ მოგწონთ, რა ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში. არ მოგწონთ საკუთარი ცხოვრება. არ მოგწონთ, რომ გტკივათ. არ მოგწონთ, რომ ცხოვრებამ გაგტეხათ, გაგაღარიბათ და დაგცინათ. არ მოგწონთ, რომ გეშინიათ, გამუდმებით გეშინიათ. არ მოგწონთ, თუ როგორ ვითარდება და გიტრიალდებათ თქვენი ურთიერთობები. ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში განსაზღვრულია იმ ყველაფრით, რაც გონებაში გაქვთ. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერს განსაზღვრავს თქვენივე აზროვნება. ჩემთვის ეს მარტივი და ცხადია. აი, წარმოიდგინეთ, ღმერთმა შექმნა ადამიანი და თქვა, აჰა, დროა რაღაც პროგრამული უზრუნველყოფა ჩავუნერგო ადამიანს. და თუ ადამიანი ამ პროგრამაში სწორ მონაცემებს ატვირთავს, სწორი ცხოვრებითაც იცხოვრებს. თუ აიღებს ჩემს სიტყვას და ჩემი სიტყვის შესაბამისად იფიქრებს და ამ სიტყვას ჩაიბეჭდავს გონებაში, მას უხვი ცხოვრება ექნება.
მაგრამ უამრავი ადამიანი ამბობს, რომ არ სწამს. არ მჯერაო ღმერთის არსებობის, არ მჯერაო მისი სიტყვის და მერე ზოგიერთი ჩვენგანი სამწუხაროდ თავს ისეთ ვითარებაში ვიგდებთ, სადაც გვესმის, რომ სამყარო სასტიკად არასწორია და როდესაც ის სასტიკად არასწორია, ჩვენ არასწორად ვფიქრობთ. ხოლო როდესაც ჩვენ არასწორად ვფიქრობთ, რწმენაც არასწორი გვაქვს და მერე ვამბობთ, მეტი აღარაფერი მინდა საერთო მქონდეს ამ ყველაფერთან. რაც თქვენ გონებაში ხდება, პირდაპირ აისახება თქვენს ცხოვრებაში. შესაბამისად, ჩემი, ისევე როგორც თქვენი ცხოვრება, არის პროდუქტი. ცხოვრება რაღაცისგან შექმნილი პროდუქტია. ამიტომ, თუ გაიმარჯვებთ საკუთარ გონებაში, ცხოვრებაშიც გამარჯვებული იქნებით. თუ ცხოვრებაში დამარცხდით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ გონებაში განიცადეთ მარცხი. ცხოვრებაში არაფერი ხორციელდება მანამ, სანამ ეს თქვენს გონებაში არ შესრულდება. ეს არის არენა. ამიტომ, თუ შეცვლით აზროვნებას, თქვენ შეძლებთ შეცვალოთ ცხოვრება. ადამიანები ყოველთვის ამბობენ, რომ ცხოვრების შეცვლა სურთ და ჩვენ არც კი ვიცით, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. აი, ამ წუთას გეუბნებით, თუ შეცვლით აზროვნებას, შეიცვლება თქვენი ცხოვრებაც. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ აზროვნების ერთ მანკიერ მიმართულებას სხვა მანკიერი მიმართულებით ჩავანაცვლებთ და ეს პროგრესულად უარყოფითად ვითარდება. არადა, აუცილებელია ჩვენი აზროვნების მიმართულება ემთხვეოდეს ჩვენი შემქმნელის აზროვნებას. იცით, მე არ მესმის, თუ თქვენ სამყარომ შეგქმნათ, რატომ არ ვიცით, როგორ, ჩვენ უფალმა შეგქმნა. და თუ არსებობს ვინმე, ვინც იცის, თუ როგორ უნდა აზროვნებდეთ ისეთი ცხოვრების მისაღებად, როგორიც გინდათ, ეს უფალია. მოგბეზრდათ ყველაფერი? დაიღალეთ, ავად ხართ და ამ დაღლითა და ავადმყოფობითაც დაიღალეთ? ფიქრობთ, თუ სადამდე შეიძლება გაუარესება და გსურთ ცვლილება, მაგრამ არ იცით როგორ შეცვალოთ? ეს საუბრები თქვენთვისაა. გსურთ ახალი ურთიერთობები, გსურთ იმაზე კარგად მიდიოდეს საქმე ვიდრე ახლა, ეს საუბრები თქვენთვისაა. და ეს ძალიან მარტივია. ყველაფერი თქვენს გონებაშია. თქვენი გონება არენა არ რწმენისთვის, თქვენი გონება ბრძოლის ველია თქვენი ცხოვრებისთვის. როგორი იქნება თქვენი ცხოვრება, გადაწყდება თქვენს გონებაში გამართულ ბრძოლაში. ბრძოლაში, სადაც ღვთის სიტყვის სიკეთე თქვენს გონებაში დაუპირისპირდება სამყაროს სიცრუეს. ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში? სატანა ჩასაფრებულია თქვენი სულისთვის. სატანა იბრძვის, რომ იხილოს, თუ ვინ გაიმარჯვებს თქვენი გონების კონტროლისთვის ბრძოლაში. ვინაიდან თუ შეგეძლებათ აკონტროლოთ საკუთარი გონება, თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება. ესაა ერთადერთი რეალობა. სატანის იარაღი არის შთაგონება და თუ თქვენ არ ხართ ღვთის სიტყვის ნაწილი და არ გესმით ღვთის სიტყვა, მაშინ მისი შთაგონებანი რა თქმა უნდა მოგხიბლავთ. მას უნდა იმოქმედოს თქვენი გონების სიამოვნების ცენტრზე ისე, რომ მიიღოთ შეთავაზება. ომია გაჩაღებული, ომი ადამიანების სულებისთვის. გახსოვდეთ, რომ სიტყვა სული ვახსენე, რადგან ადამიანი სულიერი არსებაა. მას აქვს სული. სული არის ადამიანის გონება, ნება და ემოციები. რელიგიაში სიტყვების სული და საფშვინველი ერთმანეთის ჩასანაცვლებლად გამოიყენება. თითქოს ერთი და იგივეა, თუმცა ასე არაა. თქვენ ხართ სული, გააქვთ სული და ცხოვრობთ სხეულში. და როცა იბადებით, თქვენი სული ღმერთის დარია, უნაკლოა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაიბადოთ ქრისტიანად, თუ თქვენი სული არ განაახლეთ ღვთის სიტყვით, განსაკუთრებით კი ღვთის მადლით, შეიძლება კვლავაც ვერ გაცდეთ სხეულს და მას დააბრალოთ ყველაფერი, როგორც ეს ხდება ხოლმე. საქმე კი თქვენს სულშია. სატანას სურს დაეუფლოს თქვენს სულს. მას უნდა თქვენი სული, თუ კი ქრისტიანი ხართ. თუ ცოდვილი ხართ, სურს აკონტროლოს თქვენი სული, რათა შეძლოს აკონტროლოს და განსაზღვროს თქვენი ცხოვრება. მოდით განვიხილოთ ეს საკითხი. და თუ შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში გამომყვებით, თუ შეძლებთ, უბრალოდ დარჩეთ ჩემთან და მოხვიდეთ ეკლესიაში. იცით, გაოცებული ვარ და მადლობას ვუხდი უფალს თითოეული თქვენგანის ეკლესიაში მოსვლისთვის. თუმცა არიან ჩვენი ეკლესიის წევრები, რომლებიც ეკლესიაში 2020 წლის მარტის მერე არ ყოფილან. და მოდით ვილოცოთ ამ ადამიანებისთვის, რათა არ დამარცხდნენ ეშმაკთან ბრძოლაში. და რა არის მნიშვნელოვანი იმაში, რომ მობძანდით და ისმენთ ამ სიტყვას დღეს?
თქვენ გაიგებთ, თუ რა არის აზროვნების სწორი მიმართულება. თუ სწორად აზროვნებთ, შეგიძლიათ სწორადაც იცხოვროთ. თუ შეგიძლიათ სწორად ფიქრი, რწმენაც სწორად შეგიძლიათ. ზოგიერთი იკითხავს, რა არის სწორი აზროვნება? ეს არის იმ სიტყვის მადლის მიხედვით ღვთისწყალობა. აზროვნებას, რომელიც ადამიანთა მოდგმის შემქმნელისაგან მოდის. ამინ. მოდით, უკეთ განუმარტოთ და ამ დილით უპირველეს ყოვლისა ვისაუბროთ სულიერ შერკინებაზე. რა არის და როგორ უნდა გავიმარჯვოთ სულიერ ორთაბრძოლაში? იოანეს მეათე თავის მეათე მუხლი გვეუბნება, ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ყურადღება მიაქციეთ, ეს არაა უფალი. ღმერთს ედება ბრალი ქურდობის, მკვლელობისა და განადგურებისთვის. ყოველი ქარიშხლის თუ ტორნადოს დროს ადამიანები ღმერთს შესცქერიან. ღვთისნებაო, არა და არა, სატანა და ეშმაკის მანქანები. გთხოვთ გააცნობიეროთ, რომ არსებობს ეშმაკი. მე არ მწამს ეშმაკის. რა არის ის მაქსიმალური, რომლის მიღწევაც შეუძლია ეშმაკს თქვენს ცხოვრებაში? საბოლოოდ დაგარწმუნოთ, რომ იგი არ არსებობს. იცით რატომ? თუ არ გჯერათ მისი არსებობა, მას შეუძლია აბსოლუტურად შეუმჩნევლად შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან არც კი გჯერათ მისი არსებობა. საიდან ვიცით? ვინაიდან მასზე ბიბლიაშია საუბარი. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. უფალი ქურდი არაა. სატანაა ქურდი. სატანაა მკვლელი. სატანაა თაღლითი. სატანაა გამანადგურებელი. და თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ქურდობა, მკვლელობა და განადგურება მხოლოდ სატანის ბრალია. შეწყვიტეთ ამაში ღმერთის დადანაშაულება. შეხედეთ, რას გვეუბნება. ხოლო მე მოვედი, რათა გქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც გქონდეთ. იესო გვეუბნება, მე არ ვარ ქურდიო. ის გვეუბნება, მე ვარ ის, ვინც პასუხისმგებელი იქნება შენს ცხოვრებაზე. და ეს ცხოვრება ჭარბადაც გქონდეთ. გამოდის, უფლის ნებაა, რომ ჩვენ გქონდეს ცხოვრება ყველა სიკეთით, ჭარბადაც გქონდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა იმას მოთხოვო, ვისაც ჯერ არს. სწორად შეარჩიო ადრესატი. ქურდობა, მკვლელობა და განადგურება სატანის თემებია. ჭარბი სიცოცხლე ყველა სიკეთით ღმერთთანაა. ღმერთი ჩვენთვისაა და არა ჩვენს წინააღმდეგ. ჭეშმარიტად ასეა. სულიერი ბრძოლა ორი საპირისპირო ძალის დაპირისპირებაა. ეფესელთა მიმართ მე-6 თავის ლექსები 10-12. მოდით ჩავიხედოთ ჯერ მეფე იაკობის, ხოლო შემდეგ ზონდერვანის ვერსიებში. აი რას გვეუბნება. და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. ანუ ბრძოლას ჩემი სიმტკიცით კი არ მოვიგებ, არამედ უფლის სიმტკიცით, უფლის ძალით. შემდეგ შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის მზაკრობას. ღვთის საჭურველი, მარტივად რომ თქვათ და როგორც შემდეგაა ამ თავში განმარტებული, ღვთის საჭურველი არის უფლის სიტყვა. კერძოდ კი, მე სიტყვის მადლს გულისხმობ. ის გვეუბნება, შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის მზაკრობას. ყურადღება მიაქციეთ, რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით. ანუ ადამიანების ბრძოლა ადამიანებისვე წინააღმდეგ კი არ არის. მას ვის ვებრძვით? ჩვენ ვებრძვით დემონურ სულებს. არსებობს დემონების 4 კატეგორია: თავრობები, ხელმწიფეები, ამ სოფლის სიბნელის მყრობლები, ცისქვეშეთის ბოროტების სულები. ადამიანები ამის შესახებ ბევრს არ საუბრობენ, მაგრამ დემონური სულები გებრძვიან შენ, როგორც ქრისტიანს. და მათი მიზანია შენი ცხოვრება უბედური გახადონ. მათი მიზანია მიჰყვენ სტრატეგიას, რომელიც დაგაშორებს იმ გამარჯვებას, რომელიც იესომ უკვე ხელმისაწვდომი გახადა თქვენთვის. ზონდერვანის ბიბლია უფრო განვრცობილ ტექსტს გვთავაზობს, სადაც ვკითხულობთ. ეფესელთა 10:12. მიაქციეთ ყურადღება, რას გვეუბნება. იყავით ძლიერნი უფალში, გაძლიერდით მასთან ერთობით, როგორც ქრისტიანი ადამიანები. ჩვენ დაკავშირებულები ვართ სული წმინდასთან და გაძლიერდით მასთან ერთობით. მიიღეთ საკუთარი სიძლიერე მისგან. ის გვეუბნება, რომ მას შეუძლია სიძლიერე შეუზღუდავად მოგმადლოს, ანუ სიძლიერე, რომელიც მისგან შეგიძლია მიიღო მისი სიტყვისგან. მიიღე სიძლიერე მისგან. ლექსი 11. სრულად შეიმოსე ღვთის საჭურველით, რომელიც ძლიერ შეიარაღებული ჯარისკაცის დარია, რომელსაც მოგმადლებს უფალი და რომელსაც წარმატებით გამოიყენებ ეშმაკის ყოველი სტრატეგიებისა და მანქანების წინააღმდეგ. ეშმაკს შემუშავებული აქვს სტრატეგიები, მაცდური სტრატეგიები, რათა შენი ცხოვრებიდან გააქროს უფლის ნება.
უფლის გეგმა, რომელიც ღმერთს შენთვის აქვს. რათა გქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც გქონდეთ. დაგაშოროს ღვთის გამარჯვებას. სატანას აქვს სტრატეგია, კარგი სტრატეგია კი ცბიერი სტრატეგიაა. გაოცებული დარჩებით, თუ მსოფლიოში რამდენი ქრისტიანი და ზოგადად რამდენი ადამიანი წამოეგება მას. ისინი წამოეგებიან ამ სტრატეგიას, ვინაიდან ეს ცბიერი სტრატეგია ლოგიკურია. ცბიერი სტრატეგია ითვალისწინებს მსოფლიოში გაბატონებულ ნორმებსა და ღირებულებებს და თქვენ ვერაცნობიერებთ, რომ ეს ეშმაკის მანქანებია. ეშმაკის, რომელიც ცდილობს, რომ თავს დაგესხათ და მოგიგოთ ცბიერი სტრატეგიის მეშვეობით. აცნობიერებთ? გესმით, რომ ეშმაკი გიჟივით არ დარბის და არ ცდილობს დაუყოვნებლივ მოკლათ. მას კონკრეტული გეგმა აქვს, თუ როგორ შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში მკვლელობა, ქურდობა და განადგურება. მან იცის ჩვენი სისუსტეები. იცის რა გვანიჭებს სიამოვნებას. იცის რამდენად დიდ ზიანს აყენებთ საკუთარ თავს. იცის ყველა მსგავსი მანკიერება. ხო და შეიმუშავებს შესაბამის სტრატეგიას თქვენს წინააღმდეგ. რიგ შემთხვევაში ერთსა და იმავე სტრატეგიას იყენებს ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში. რიგ შემთხვევაში ერთსა და იმავე სტრატეგიას იყენებს ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში. ომია გაჩაღებული, ხანგრძლივი ომია. ლექსი 12. რამე თუ ჩვენ არ ვებრძვით ჩვენს სისხლსა და ხორცს, არ ვუპირისპირდებით მხოლოდ ფიზიკურ მტრებს. ხომ გესმით? ეს დემონური სულები მოქმედებენ ადამიანების მეშვეობით და გვექმნება შთაბეჭდილება თითქოს ადამიანებს ვუპირისპირდებით, არადა სულია. ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთხელ ერთმა ახალგაზრდამ მომიყვა, თუ როგორ აუტანლად ექცეოდა მას უფროსი და მეურჩიე ეცადა და მოეპოვებინა უპირატესობა იმ სულზე, რომელიც მისი ბოსის გავლით მოქმედებდა. ახალგაზრდამ მკითხა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს და მე ლოცვა ვურჩიე. მამაო, მე მოვახერხე ეს. შევძელი მომეპოვებინა უპირატესობა იმ სულზე, რომელიც ჩემი უფროსის მეშვეობით ცდილობდა ჩემს დაჩაგვრას. მან თქვა, რომ ილოცა და მისი უფროსი რადიკალურად შეიცვალა. ხომ გესმით? მან თავადაც არ იცოდა, რომ დემონური სულით იყო შეპყრობილი, რომელსაც მისსავე საწინააღმდეგოდ ცბიერი სტრატეგია ჰქონდა შემუშავებული, რათა მისი ცხოვრებიდან აღმოეპყრა უფლის ნება. მისი საქციელი უფლის ნება იყო მის ცხოვრებაში, ხოლო სტრატეგია კი მისი გზიდან გადაყვანა იყო. და ამიტომაც ჩვენ არ ვებრძვით მხოლოდ ადამიანებს, როგორც ამას წერილი გვეუბნება, არამედ ვებრძვით ადამიანებს, რომლებსაც გარკვეულწილად აკონტროლებენ, ხოლო რიგ შემთხვევაში ჯაბნიან დემონური სულები ამა თუ იმ ფორმით. ამიტომ უნდა დავუპირისპირდეთ არა ფიზიკურ კომპონენტებს, არამედ ღრმად გამჯდარ მანკიერ ცნებებს, ძალებს, მართველ სულებს. წარმოუდგენელია. ვინ არიან ეს ბნელი საწუთროს მბრძანებლები? ეს მბრძანებლები არიან ბნელი საწუთროს მყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა მბრძანებლები, სულიერების წინააღმდეგ. ესაა რეალობა. სულიერი სამყაროს მიღმა ეს არის შენს წინააღმდეგ მოქმედი მტრების სახე. შენს წინაშე მდგარი მტრები დამარცხდებიან, მათ ერთი სასრულიელით. და როგორც მეორე რჯულის, მგონი 22 კანონის მე-7 მუხლში გვეუბნება, ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და 7 გზით გაიქცევიან შენგან. დიდება უფალს. მაგრამ უნდა გავიაზროთ, რა წერია ამ ბიბლიაში. უნდა გვესმოდეს, რომ ომია. სატანას უნდა ჩვენი სულები. ჩავხედოთ ლუკას სახარების მე-10 თავის მე-19-20 ლექსებს. აქ არის პირობა, რომელიც ჩვენ მოგვცა და სწორედ ესაა სულიერი ბრძოლის საწინდარი. აი დაპირება, რომელიც მოგვეცა. ნამდვილად კარგი ამბავია. ლუკას სახარება, მე-10 თავი, ლექსები მე-19 და მე-20. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად და მტრის ყოველივე ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ. დაუკვირდით, რას გვეუბნება. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას. ეს სიტყვა ხელმწიფება აქ გულისხმობს უპირატესობას, განკარგვის უფლებას. ჩვენ გვენიჭება უფლება აბსოლუტური მბრძანებლობისა დემონურ ძალებზე, გველებსა და მორიელებზე. ეს დემონური ძალების წარმომადგენლები არიან. ჩვენ გვაქვს უპირატესობა ყველა დემონურ ძალებზე და ეს ძალა გვეძლევა 64 მადლიდან. გვეძლევა ძალა დავამარცხოთ ყველა ჩვენი მტერი. ჩვენი მტერია ეშმაკი და იმავდროულად ჩვენ გვაქვს ძალა დავამარცხოთ ყველა მისი მცდელობა. დიდება უფალს. არ აქვს მნიშვნელობა, რას მოიმოქმედებს ეშმაკი, ვინაიდან შენ გაქვს ძალა,
რომელიც უპირატესია ყველა მის შესაძლებლობაზე. ახლა ამას მოусმინეთ. თქვენ კი არაფერი გევნებათ. თქვენ კი არაფერი გევნებათ. შეხედეთ მე-20 ლექსს, რომელიც გვეუბნება. ოღონდ ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ. ამას კარგად დაუკვირდით, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი. მე ვხარობ, რადგან დღეს ხელმეორედ დავიბადე. იესო ჩემი ცხოვრების უფალია და მე 60-ისკენ მივისწრაფვი. არაფერი აქ დასაეჭვებელი. ეს სადარდებელიც არაა. როდესაც ფიზიკურ სხეულს დავტოვებ, გავიხარებ, რამე თუ ჩემი სახელი ზეცაშია ჩაწერილი. მაგრამ მინდა, სანამ აქ ხართ, გაგაფრთხილოთ. თქვენ უპირატესობა გაქვთ ეშმაკთან, იესოს სახელით. და ბოლოს, სულიერი შერკინების ამ რეალობისთვის, ჩავხედოთ იოანე მოციქულის პირველ წერილს, 5:4. აი კიდევ კარგი ამბავი. ის გვეუბნება, ვინაიდან ყოველი ღვთისგანშობილის ძლევს სოფელს. აქ სიტყვა სოფელი განიმარტება როგორც ხორციელი გულის თქმა, თვალთა გულის თქმა და სიამაყე ცხოვრებისა. და როდესაც ადამიანები რაიმეს აფასებენ, როგორც ამასოფლისას, რას გულისხმობენ? აქვს მას ისეთი თვისებები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ხორციელი გულის თქმა, თვალთა გულის თქმა და სიამაყე ცხოვრებისა. არიან ადამიანები, რომლებიც სულ მეკითხებიან, არის თუ არა რაღაც ამასოფლისა, ანუ მიწიერი, მაგალითად მუსიკაზე. ეს მუსიკაა ამასოფლისა. როგორ შევაფასოთ? შეუძლია მას გამოიწვიოს ხორციელი გულის თქმა, თვალთა გულის თქმა და სიამაყე ცხოვრებისა? თუ ასეა, ამასოფლისა ყოფილა. მაგრამ სწორედ ასე განიმარტება სიტყვები ამასოფლისა. ჩვენ ამ ქვეყანაზე ვცხოვრობთ, მაგრამ არა ამასოფლის კანონებით. ჩვენი არსი არ არის ხორციელი გულის თქმა, თვალთა გულის თქმა და სიამაყე ცხოვრებისა. ის ასე გვეუბნება და ეს არის გამარჯვება, რომელიც ამარცხებს ამასოფელს. ჩვენი რწმენაც ამ გამარჯვების ნაწილია. ხო და კარგი ამბავი ისაა, რომ გამარჯვება ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომია იესო ქრისტეს წყალობით. ჩვენ გვაქვს გამარჯვება, რომელიც ამარცხებს. ჩვენ გვაქვს გამარჯვება, რომელიც ამარცხებს სოფელს. გამარჯვების ჩვენეული რწმენაც კი იესომ მოგვიპოვა. რას გულისხმობ? სულიერ ორთაბრძოლას, ქალბატონებო და ბატონებო. სულიერი ორთაბრძოლა არ გულისხმობს ძალისხმევას, გამარჯვების მოსაპოვებლად. სულიერი ორთაბრძოლა ემსახურება იმ გამარჯვების შენარჩუნებას, რომელიც იესომ უკვე მოგვიპოვა. გახსოვდეთ, ჩვენ ახალ აღთქმაში ვცხოვრობთ. ქრისტე მოკვდა ამ გამარჯვებისთვის და ქრისტე აღსდგა გამკვდრეთით. მან მოიპოვა გამარჯვება, დიდება უფალს. მან დაასრულა საქმე, დიდება უფალს და მან მოგცა ეს გამარჯვება ჩვენ, რომლებიც ახალ აღთქმაში ვცხოვრობთ. ჩვენი საქმე კი ამ გამარჯვების შენარჩუნებაა. ხოლო ეშმაკის მიზანია შეგვაცდინოს და გადაგვიშვას აღვირახსნილობაში. ქრისტე ევნო, რათა მოენიჭებინა ხსნა. ჩემი მოვალეობაა კარგად მოვეჭიდო ხსნის გზას. სატანას მიზანია რამე ისეთი მოიმოქმედოს, რომ გადავუხვიო ჩემი გზიდან. იესომ მოგვანიჭა სიმტკიცე და განთავისუფლება. ჩემი მიზანია შევინარჩუნო ეს სიმტკიცე და თავისუფლება. სატანის მიზანია ხელი ამაღებინოს ჩემს ზრახვაზე. და აი ესაა ბრძოლა, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება. საღვთო წერილებში აღწერილია ომი, მიმდინარე ომი. ეს არის რეალური სულიერი ორთაბრძოლა. ეს ომი არაა თქვენი ან ჩემი საბრძოლველი ან მოსაგები. ეს ომი იესომ უკვე მოიგო. სატანა უკვე დამარცხებულია. სატანა დამარცხებული მოწინააღმდეგეა. მაშინ რა არის სულიერი ორთაბრძოლის რეალური არსი? ის, რაც ახლახან ავხსენი, ანუ იმ გამარჯვების შენარჩუნება, რომელიც იესომ მოიპოვა, ხოლო სატანა ცდილობს წაგვართვას ის. ახლა უნდა ვისაუბრო იმ სტრატეგიებზე, რომელთა გამოყენებასაც შეეცდება სატანა, რათა წაგვართვას ეს გამარჯვება. ყველა, ვინც მიემხრობა ამ გამარჯვებას, იხილავს გამოცხადებას საკუთარ ცხოვრებაში. ხოლო ვინც დათმობს მას, ვერც გამოცხადებას იხილავს და ჩვენ დავინახავთ სულ სხვა სახის გამოცხადებებს მათ ცხოვრებაში. და აი ახლა გაგიზიარებთ ჩემს მრწამს. მინდა რომ წაგიკითხოთ ეს ჩემი მრწამსის განცხადება. მე მინდა მივუბრუნდე ამ განცხადებას და მკაფიოდ გამოვთქვა თითოეული სიტყვა. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომლის გაკეთებაც მორწმუნეს შეუძლია სულიერ ორთაბრძოლაში, ეს არის ის, რომ მუდამ ახსოვდეს აღთქმები. გწამდეთ უფლის აღთქმების. ნუ დასჭით საკუთარ თავს, არამედ დარჩით რწმენაში. გწამდეთ უფლის აღთქმების.
ნუ გეგონებათ, რომ უფალი გამწყრალია თქვენზე და ამიტომ რაღაცეები სასჯელად მოგევლინათ. გწამდეთ უფლის აღთქმების, ნუ იქნებით ცოდვებზე დამოკიდებული. გწამდეთ უფლის აღთქმების და ნუ აღიქვავთ ცოდვას თქვენი წარსული ან ამჟამინდელი მდგომარეობის, ან თუნდაც თავად შეცოდების მიზეზად. მაგრამ გწამდეთ, რომ თქვენ მოგეტევათ და შეინარჩუნეთ გამარჯვების რწმენა, ვინაიდან სულიერი ორთაბრძოლის გასაღები არის ურყევი რწმენა, იესო ქრისტეს აღსრულებული საქმენი. სულიერი ორთაბრძოლის გასაღები. გესმოდეთ, რომ თუ თქვენი რწმენა ნამდვილია, თქვენი დაწრეტის საშუალებაა სწორედ თქვენი რწმენა, რომელიც მოგგვირთ სიმშვიდეს. არანაირი დაძაბულობა, არანაირი დარდები. ვინაიდან თუ მართლაც მწამს რაღაცის, მე მოვიპოვე სიმშვიდე. ჰარმონიაში ვარ. ამიტომ ახლა უნდა გააცნობიეროთ, სულიერი ორთაბრძოლის გასაღები არის იესო ქრისტეს აღსრულებული საქმენი. სიმშვიდე აღსრულებულ საქმეში, ვინაიდან მე თავად ვარ უფლის სიმართლის ნიმუში. ხოლო სატანა ყველანაირად ეცდება გამომიყვანოს ამ სიმშვიდიდან, რამე თუ მე იესო ქრისტეს აღსრულებული საქმეების სიმშვიდეში ვარ. გახსოვთ, რით დავიწყე ჩემი განცხადება? ვთქვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომლის გაკეთებაც მორწმუნეს შეუძლია სულიერ ორთაბრძოლაში, ეს არის ის, რომ მუდამ ახსოვდეს აღთქმები. ნუ დასჯით საკუთარ თავს და რა მოვიმოქმედოთ თუ სასჯელი უფრო სწრაფად მოგვეწია. რა უნდა ვქნა? ჩავხედოთ რომაელთა მიმართ ეპისტოლეს 8:1, სადაც ვკითხულობთ. ასე რომ ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში. ხოდა, როცა კი იფიქრებთ, რომ სასჯელი ახლოვდება, მაშინ, როდესაც ამ ორთაბრძოლაში იბრძვით, გაიხსენეთ ეს შენიშვნა. მაშინ, როდესაც ამ ორთაბრძოლაში იბრძვით და იფიქრებთ, რომ სასჯელი ახლოსაა, აი რა უნდა გააკეთოთ. უთხარით საკუთარ თავს, რომ არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში. მე ვარ ქრისტე იესოში. წარმოგიდგენიათ? თქვენ ინარჩუნებთ გამარჯვებას. ნათქვამია, გწამდეთ აღთქმების და არ იფიქროთ იმაზე, რომ ღმერთი გამწყრალია თქვენზე. ჩავიხედოთ ესაიას 54 თავში, ლექსი 9. ის გვეუბნება, რადგან ეს ნოეს წყლებია ჩემთვის, როგორც დავიფიცე, რომ აღარ მოვავლენდი ნოეს წყლებს ქვეყანაზე. და აქვე აღვნიშნოთ, რომ წარღვნა არ ყოფილა მას შემდეგ დედამიწაზე. ასე ვფიცავ, რომ აღარ განრისხდები შენზე და აღარ დაგემუქრები. ამიტომ, როცა კი გონებაში გაგიელვებთ, რომ თითქოს და უფალი გიბრაზდება და უფალი განრისხებულია შენზე და ამიტომაც რაც შენს თავს ახლა ხდება ეს ღვთიური სასჯელია, საკუთარ თავს უნდა უთხრა. არაა ასე. უფალმა დადო პირობა. უფალი ჯალათი არაა და ეს უნდა გაიხსენოთ, როგორც კი მსგავსი აზრები შეგეპარებათ. ყურადღება მიაქციეთ, როდესაც შეგეპარებათ ფიქრების სასჯელზე. ყურადღება მიაქციეთ, როდესაც გაიფიქრებთ, რომ ღმერთი განრისხდა თქვენზე. აუცილებელია ხმამაღლა გასცეთ თავს პასუხი. მნიშვნელოვანია, რომ ამ აზრებს უპასუხოთ და უპასუხოთ ხმით. მე ამას გამუდმებით ვაკეთებ, ბოლო 40 წლის განმავლობაში. სულ ვიმეორებ და ვიმეორებ, მაგრამ საკუთარ ფიქრებზე უპირატესობას მოიპოვებთ საკუთარი პირით ნათქვამი სიტყვებით და წარმოუდგენელია უბრალოდ ისხდეთ და მისცეთ საკუთარ ფიქრებს განხორციელების უფლება. ხომ გახსოვთ, როგორ კეთდება ეს? ერთხელაც ვცადოთ. მინდა ერთიდან 10-მდე შვიდად დაითვალოთ გულში. ახლა ხმამაღლა წარმოთქვით საკუთარი სახელი. და ამ დროს რა დაემართა თქვენს დათვლას? შეწყდა? იმიტომ რომ თქვენს გონებას მოუწია შეეწყვიტა ეს მოქმედება. გონებამ შეწყვიტა თვლა, რათა მიჰყოლოდა იმ აზრს, რომელიც თქვენი პირიდან ამოდიოდა. სწორედ ასე ხდება მაშინაც, როდესაც მტერი გიახლოვდებათ და ცდილობს გავნოთ. და როგორც კი თქვენ ხმამაღლა იტყვით, რომ არ არსებობს სასჯელი მათთვის, ვინც ქრისტე იესოშია, თქვენ შეაჩერებთ მტერს. ერთი აზრი ჩერდება და შემოდის ის, რაც ახლა ვთქვი. როდესაც მტერი მოდის შენთან და გეუბნება, ღმერთი გაბრაზებულია შენზე და ის დაგსჯის და ის, რასაც შენ მიიღებ, შენი სასჯელია. ასე არ უნდა მოქცეულიყავი. შენ უნდა ამოიღო ხმა და უპასუხო. ღმერთმა მომცა პირობა, რომ არ განრისხდება ჩემზე და არ გამკიცხავს. სწორედ ეს არის სულიერი ორთაბრძოლა. სწორედ ასე უნდა მოიქცეთ.
ასევე ნათქვამია, რომ უნდა გწამდეთ აღთქმების. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც მორწმუნეს შეუძლია სულიერ ორთაბრძოლაში, მუდამ ახსოვდეს აღთქმები და ნუ იქნებით ცოდვაზე დამოკიდებული. ჩაიხედეთ ებრაელთა მიმართ მე-10 თავის მეორე მუხლში. ცოდვაზე დამოკიდებულება. არ უნდა ვიყოთ ცოდვაზე დამოკიდებულები და ყველაფერი არ უნდა დავაბრალოთ წარსულში თუ ახლახან ჩადენილ ცოდვებს. ცოდვაზე დამოკიდებულება გულისხმობს, რომ ცოდვაზე უსასრულოდ ვართ დამოკიდებულები. სინამდვილეში, ეს რაღაც არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ცოდვის გამო. ეს არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ცოდვის და უბრალოდ ცოდვაზე დამოკიდებულების გამო. როდესაც თქვენ ცოდვაზე ხართ დამოკიდებული, დგებით დილით და ამბობთ, უფალო, მომიტევე ის ცოდვები, რაც ჯერ არც კი ჩამიდენია და ამასთან დაკავშირებით ბიბლია გვეუბნება. ასე რომ არა ვინღა შესწირავდა მსხვერპლს. ის საუბრობს მსხვერპლის შეწირვაზე, ვინაიდან მსხვერპლის შემწირველი აღარ უნდა არსებობდეს. ის აღარ უნდა იყოს ცოდვაზე დამოკიდებული. ხომ გესმით? ქრისტე იყო ბოლო მსხვერპლი და იგი შესწირეს კიდეც უფალს. და რა მოხდა, როდესაც ცოდვებს შესწირეს იესო? დამოკიდებულება აღმოიფხვრა. ამიტომ ყოველთვის, როცა ცოდვაზე დამოკიდებულება შემოგეპარებათ გონებაში, ხმამაღლა უნდა თქვათ უარი ცოდვაზე დამოკიდებულებაზე, იესოს მსხვერპლის სახელით. აი ეს არის, თუ როგორ უნდა იბრძოლოთ. უბრალოდ არ უნდა ისხდეთ და არ უნდა დაუშვათ, რომ გონებაში რაღაცეები დაგელექოთ. აუცილებელია პასუხის გაცემა, ხმამაღლა, სიტყვიერად. ჩახედეთ გალათელთა მიმართ მეორე თავის ლექსებს, მე-16 და მე-19. იკითხავთ, ამდენ დროს რატომ ვუთმობ ამას? დროა ჩავუღრმავდეთ ამ სიტყვას, რათა ჩვენს ცხოვრებაში გასაოცარი გამარჯვებები გაცხადდეს. იესომ უკვე მოგვიპოვა ჩვენ გამარჯვება. ახლა ჩვენ უნდა შემოუშვათ ის, რათა გაცხადდეს ჩვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ადამიანი მართალი შეიქმნა, ღვთის წინაშე იესო ქრისტეს რწმენით და არა კანონის მორჩილებით. ჩვენ ვირწმუნეთ იესო ქრისტესი და ამით მოგვეცა შესაძლებლობა მართალნი ვიყვეთ უფალთან. ანუ ჩვენ გავხდით მართალნი ღვთის წინაშე, ვინაიდან ვიწამეთ იესოსი, ვინაიდან ვიწამეთ ქრისტესი და არა იმიტომ, რომ მოსეს კანონებს ვემორჩილებოდით, ვინაიდან სულიერი ორთაბრძოლის გასაღებია სიმშვიდე. ჭეშმარიტი რწმენაა სიმშვიდე ჰპოვო იესო ქრისტეს აღსრულებულ საქმეებში. სიმშვიდე ჰპოვო გამარჯვებაში, რომელიც იესომ მოიპოვა სიმშვიდის მისაღწევად, რათა გვქონდეს მტკიცე რწმენა და არ ვიცხოვროთ დაძაბულებმა, სავსენი ვიყოთ სიმშვიდით და არა დარდით, რათა გვქონდეს რწმენა და არ გვჭირდებოდეს ვარაუდი, თუ რა გავაკეთოთ, რომ ეს რეალური გავხადოთ. ეს არის რეალური, ვინაიდან იესომ უკვე უზრუნველყო ეს. იცით, მინდა უფრო მეტად შევიდე დეტალებში. სწრაფადვე გავიარე ეს საკითხი, მაგრამ მინდა მეტი დრო დავუთმო ამ დილით. რას ნიშნავს იესო ქრისტეს აღსრულებული საქმენი? რას ნიშნავს ეს წმინდა წერილების მიხედვით? ვინმემ რომ მკითხოთ, თუ რას ნიშნავს იესო ქრისტეს აღსრულებული საქმენი, უპასუხებთ ეს და ესო. და დამიმტკიცეო, რომ მოგთხოვოთ, მოდით პირველ რიგში გავიგოთ, სად არის ეს განმარტებული. იოანე 9:30. როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა, აღსრულდა, თავი დახარა და სული განუტევა. აღსრულდა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ყოველმა ქრისტიანმა უნდა იკითხოს, რა აღსრულდა. ჩვენ იმდენად რელიგიურად ვუდგებით საკითხს, რომ სატანას ზოგად და არა კონკრეტულ საკითხებში ვუპირისპირდებით. რა აღსრულდა? ძალიან კონკრეტული სამი რამ. შემიძლია კიდევ უფრო დეტალურად ჩავშალო, მაგრამ სამი ძალიან კონკრეტული რამ აღსრულდა. და აი ეს სამი რამ. მსხვერპლ შეწირვა, გამოსყიდვა და შერიგება. წერილების მიხედვით მე ვიცი რა აღსრულდა, როდესაც მან თავი დახარა და სული განუტევა. უკვდავება, ხსნა და შერიგება აღსრულდა. ახლა ნება მომეცით ეს წმინდა წერილებშიც გაჩვენოთ, რადგან ამის ცოდნა გჭირდებათ ქრისტიანებო. დრო აქ გქონდეს სათანადო ცოდნა, რადგან თუ ნახევრად სიმართლის მოსმენას განაგრძობთ, არ გეცოდინებათ როგორ შეებრძოლოთ ეშმაკს, რადგან გამოჩნდება და დაგჩაგრავთ ნახევრად სიმართლით. ჩახედეთ იოანეს პირველ ეპისტოლეს, თავი 4:10. დაუკვირდით, რას გვეუბნება. სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად.
ასე რომ, როდესაც იესო მოგვევლინა, რათა თავი მსხვერპლად შეეწირა ჩვენი ცოდვების გამოსახსნელად, ეს აღსრულდა ჯვარზე. და რა არის მსხვერპლშეწირვა? გალბატონებო და ბატონებო, ეს ზედმიწევნით იმას ნიშნავს, რასაც გულისხმობს. რისხვის სანაცვლოდ მსხვერპლის გაღებას. მარტივად რომ ვთქვათ, იესო იყო შესაწირი, ის იყო გამოსასყიდი ჩვენს ცხოვრებაში ცოდვების სანაცვლოდ. ხომ გესმით? უფალი არის ღმერთი. და როდესაც ადამიანის ცოდავს, ცხადია, ეს ისე ვერ ჩაივლის, რომ შედეგად საზღაური არ მოეთხოვოს. ხო და იესო იყო საზღაური, გამოსასყიდი, მთელი სამყაროს ადამიანთა და არა მხოლოდ ქრისტიანთა ცოდვების გამოსასყიდად. ის იყო კაცობრიობის ცოდვათა სანაცვლოდ გადახდილი საზღაური. ეს ძალიან შთამბეჭდავია. იესო იყო შესაწირავი მშვიდობისთვის. აი კიდევ უფრო ზუსტი განმარტება. ის იყო საზღაური ცოდვების და ცოდვათა შედეგების გამოსასყიდად. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია განვთავისუფლდეთ მისი შედეგებისგან. და ეს აღსრულდა ჯვარზე. მე არ მჭირდება ისევ ეს ვთხოვო მას. კარგად გამიგეთ, მე ვერაფრით შევძლებდი მისთვის მებიძგა, გაეკეთებინა ეს ჩვენთვის. ეს უფლის წყალობაა. ეს არც ჩემი მონდომებაა და არც იესოს წადილი, მხოლოდ უფლის. იმას გულისხმობ, რომ უფალს ისე უყვარდა სამყარო, რომ მან საკუთარი ვაჟი გვიწყალობა. პრობლემა ვერ იქნება გამოსავალი. ყველაფერი უფლის წყალობის შედეგია. ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს მსხვერპლშეწირვასთან. უფლის წყალობით მოგვეცა ჩვენ ცოდვების გამოსყიდვა. უფლის წყალობით იქნა გადახდილი საზღაური. და ასეთი გამოსავალი ჩვენი შეთავაზება კი არა, უფლის ნება იყო. დიდება უფალს. და ეს აღსრულდა ჯვარზე. და ახლა, ჩემი რწმენით, მე მივიღე ის, რაც უკვე აღსრულებულია. და არ ვაპირებ ჩემი ცოდვების სანაცვლოდ ახალი გამოსასყიდის შეთავაზებას. არადა, უამრავი ადამიანი იქცევა ასე, როცა სცოდავენ. ისინი ფიქრობენ, მე ეს და ეს უნდა გავაკეთო ცოდვისგან განსათავისუფლებლად. მათ არ მიიღეს რწმენით ის მსხვერპლშეწირვა, რომელიც უკვე გაღებულია იმ მრისხანების გამოსასყიდად, რომელიც უფალს ადამიანების მიმართ ჰქონდა. იესო იყო ცოდვების გამოსასყიდი. ის იყო ჩვენი ცოდვების და ცოდვების შედეგების გამოსასყიდად გადახდილი საზღაური. ხოლო ჩვენი პასუხი უნდა იყოს მადლიერება, მადლობა უფალო. არადა დღეს უამრავი ქრისტიანი ისევ იმის მოგვარებას ცდილობს, რაც უკვე დიდი ხანია მოგვარებულია, ვინაიდან ეს აღსრულდა ჯვარზე. შესაწირი, გამოსასყიდი, რომელიც ყველა ჩვენი ცოდვისთვის იყო გადახდილი, უდიდესია. ჩვენი ცოდვების გამოსასყიდი, დიდება უფალს. ჩვენი ცოდვების შედეგების გამოსასყიდი. იმას ვამბობ, რომ, ხომ იცით, თითოეული ჩვენგანი ჯოჯოხეთში უნდა წასულიყო ჩვენი ცოდვებისთვის, რომელთა მიმართ მე-6 ლექსის თანახმად უფალი უბრალოდ ვერ გაიღიმებდა და ვერ გაგვიშვებდა ისე. და ამიტომ მან გამოგვიგზავნა მხსნელი. დიდება უფალს. ამინ. ეს არის პირველი რამ, რაც აღსრულდა. ახლა ვისაუბროთ მეორე აღსრულებაზე. გამოსყიდვა. ეფესელთა მიმართ პირველი თავის მე-7 ლექსში გვეუბნება. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა, მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით. ანუ რა არის ეს გამოსყიდვა? ეს არის ქრისტეს მიერი საქმე, რომლითაც გვათავისუფლებს ცოდვის ბორკილებისგან, მონობისგან, მთელი მისი საშინელი კავშირებისა და შედეგების ჩათვლით. ჩვენ გამოგვიხსნეს, გაგვათავისუფლეს ცოდვის და ცოდვათა შედეგების მონობისგან, რამე თუ ეს აღსრულდა ჯვარზე. და ეფესელთა მიმართ 1:7 გვეუბნება, რომ ჩვენ მივიღეთ ცოდვების გამოსყიდვა. ჩვენ მივიღეთ ის მისი სისხლით, როდესაც მან საკუთარი სისხლით დაგვიხსნა ჩვენი ცოდვების მონობისგან. აღსრულდა. ჩვენ უფლის აზრებს ვკითხულობდით ახლა. ყველაფერი მისით მოხდა. ჩვენი წვლილი არაფერშია. სრულიად უფლის ნება. დიდება შენ. ამინ. ეს იყო მეორე საქმე, რაც აღსრულდა ჯვარზე. და აი მესამე საქმეთაგან, რომელიც ჯვარზე აღსრულდა, შერიგება. კორინთელთა მიმართ მეორე მიმართვის მე-5 თავში, ლექსი მე-18 გვეუბნება. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა. უფლის სიტყვა. უფალი გვეუბნება, რომ გავაუმჯობესოთ ურთიერთობები, ვინაიდან ჩვენი ცოდვების გამო ვემტერებოდით ერთმანეთს. და მე ვაპირებ, გავაუმჯობესო ურთიერთობები. შერიგება არის ქმედება, რომლითაც უფალს ადამიანების სრულყოფილებამდე მიჰყავს. შეცვალეთ დამოკიდებულება მასთან. ეს ერთი გზაა. იმოქმედეთ უფლით,
მხოლოდ უფლით. ესაა უფლის ნება და უფალი გვეუბნება, რომ მოიტანს შერიგებას ჩვენს ურთიერთობებში. უფალსა და ადამიანს შორის იყო მტრობა და უფალი გვეუბნება, რომ ამის გამოსწორებას აპირებს აღადგინოს კეთილგანწყობა. ეს იყო უფლის ცალმხრივი ქმედება. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, არამედ უფალმა და დაფიქრდით ამაზე. ადამიანებს არ ესმით. ეს არის ის, თუ როგორ უნდა უფალს და რელიგიას რომ იფიქროთ, მაგრამ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ. როგორ ვთქვა, ძვირფასებო, იესოს საკმარისია. ამინ. ჩავხედოთ პეტრეს მეორე წერილის პირველი თავის მესამე ლექსს, იესოს მსხვერპლად შეწირვით აღსრულებული საქმენი. გამოსყიდვა, შერიგება. პეტრეს მეორე წერილის პირველი თავის მესამე ლექსი გვეუბნება. რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო. ესაა ყველაფერი. ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, ხელმისაწვდომი გახდა ჩვენთვის. ესეც აღსრულდა. მსხვერპლშეწირვა აღსრულდა. შერიგება აღსრულდა. გამოსყიდვა აღსრულდა. ჩემი სათნოება აღსრულდა. დიდება უფალს. ჩემი განკურნება აღსრულდა. ჩემი ხსნა აღსრულდა. ხომ გესმით? ესაა იესო ქრისტეს აღსრულებული საქმენი. სატანას სძულს ის ფაქტი, რომ ეს აღსრულებულია და აი ასე შეეცდება დაგესხათ თავს. ის თავს დაესხმება თქვენს რწმენას, რომ ეს ყველაფერი აღსრულდა და ეცდება რაიმე გაგაკეთებინოთ თითქოს და აღსასრულებლად. სატანას ყველაზე ძლიერი თავდასხმა ეცადოს იმოქმედოთ თითქოს და ქრისტიანობის სახელით. მისი სურვილია თავი ისე იგრძნოთ, რომ დაიწყოთ მოქმედება თითქოს და ცოდვების გამოსასყიდად. იმოქმედოთ, რათა მოიპოვოთ ხსნა, იმოქმედოთ, რათა მოიპოვოთ შერიგება. გაიძულოთ იმოქმედოთ იმის მისაღწევად, რაც იესომ უკვე აღასრულა. აი რა სურს მას. ხოლო ბრძოლა იმაში მდგომარეობს, რომ გაიძულოთ იბრძოლოთ იმისთვის, რაც უკვე აღსრულებულია. სატანა ამბობს, აი რას გავაკეთებ ახლა. გაიძულებთ იმოქმედოთ ვითომ და ქრისტიანობის ფარგლებში. გაიძულებთ იფიქროთ, რომ სწორედ ესაა თქვენი გასაკეთებელი. ეს რომ ასე არ მოხდეს, სატანას უნდა რომ იფიქროთ, რომ ქრისტე არ არის საკმარისი. აუცილებელია იესოს ღვაწლს თქვენი მცირედი ქმედებაც დაამატოთ. ცოტა თქვენგან და ცოტაც იესოსგან. და სწორედ ასე გვიგებს სატანა. სწორედ ასე იმარჯვებს. რადგან არსებობენ ეკლესიური ადამიანები, რომლებიც არ იღებენ იმას, რაც იესოს სისხლით გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი. ესაა სილის გაწვნა უფლის რწმენისთვის, რომლის გამოც დათმო საკუთარი ვაჟი, ხოლო ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის საზღაურის გარეშე. გქონდეს ეს და კიდევ ბევრი რამ აბსოლუტურად უსასყიდლოდ და მაინც იმას გვგრძნობდეთ, რომ ფასია გადასახდელი. წარმოგიდგენიათ? ახლა კი ვისაუბროთ კავშირზე, ღვთისწყალობასა და ეშმაკთან წინააღმდეგობას შორის. ვინაიდან ახლა დაუფარავად გეუბნებით, ჩვენი გამარჯვება სულიერ ორთაბრძოლაში განპირობებულია ღვთის უპირობო მოწყალებით, ღვთისწყალობით. იმის მეშვეობით, რაც იესომ უკვე აღასრულა, ასე ვიმარჯვებთ სულიერ ორთაბრძოლაში. ვიმარჯვებთ იმით, რომ ვიღებთ იმას, რაც იესომ უკვე აღასრულა. ხოლო თქვენ ფიქრობთ, რომ გამარჯვებისთვის 38 საათიანი უწყვეტი ვედრება საკმარისია და იმით კმაყოფილები, რომ 38 საათი ვილოცეთ, ველოდებით, რას მოიმოქმედებს ღმერთი. თქვენ შეგაცნინეს, ეს უფლისათვის გაწნილი სილაა. უფალი გვეუბნება, რომ ეს უკვე მოაგვარა. თქვენ მხოლოდ უნდა მიიღოთ ის, რაც აღსრულებულია. მხოლოდ უნდა ირწმუნოთ, რომ ეს უკვე მიიღეთ. ამ დროს კი თქვენ, ეკლესია სავსეა იმ ცდელობით, იმ უამრავი მსვლელობით, რომ აიძულოთ უფალი გააკეთოს რამე. მე გაჩვენებთ წმინდა წერილს, რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-6 თავს, რომელიც გვეუბნება, ცოდვის საწინააღმდეგო მცდელობაზე პასუხისმგებელი კანონია. წარმოგიდგენიათ? მოდით შევხედოთ. რა კავშირია ღვთისწყალობასა და ეშმაკთან წინააღმდეგობას შორის? ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლა, აქტიური ბრძოლა. აუცილებელია მიიღოთ ღვთისწყალობა. ყოველთვის გაიმარჯვებთ ღვთისწყალობით. მოდით ამ ორ წერილს შევხედოთ. იოანეს მე-6 თავის მე-7 ლექსი. ის ამბობს, თუმცა უფრო მეტ მადლსაც იძლევა. ამიტომაც ამბობს, ღმერთი ამ პარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს. საკმაოდ მკაცრია აქ.
ღმერთი ამ პარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს, ანუ წყალობას. მეშვიდე ლექსი. ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, შეეწინააღმდეგეთ ეშმაკს და ის უმალ მოგცილდებათ. ეს ორი ლექსი ერთ აზრს ატარებს. რას გვეუბნება? პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ ვინც ირწმუნებს და წარმართავს საკუთარ ცხოვრებას იესო ქრისტეს აღსრულებული საქმეების შესაბამისად, ასეთი ადამიანები თავმდაბლები არიან და მე შემიძლია ღვთისწყალობა მივმადლო მათ, ხოლო მათ, ვისაც არ სწამთ და არ მიიღებენ იმ გამარჯვებას, რომელიც უკვე მოპოვებულია და აყვება მოჩვენებით ქმედებებზე დაფუძნებულ ქრისტიანობას, ამ პარტავნები არიან. ეს არის ამ პარტავნება. ამ პარტავანი კაცი ამბობს, არ ვაპირებ თავი მივანდო იმას, რაც იესომ აღასრულა. არ ვაპირებ მივენდო იმას, რაც უკვე აღსრულდა. ანუ თქვენ გაქვთ საკვები მაგიდაზე. შეგიძლიათ მიირთვათ თუ გშიათ, მაგრამ უნდა მიიღოთ ეს საკვები. უნდა მიიღოთ და მიირთვათ. არადა ამტკიცებს არ ვჭამ, რადგან ამ პარტავნებას ვებრძვიო. ესაა ამ პარტავნებასთან ბრძოლაო. ამ პარტავან ადამიანს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს საკუთარ მნიშვნელოვნებაზე. თავმდაბალ ადამიანს დაბალი წარმოდგენა აქვს საკუთარ მნიშვნელოვნებაზე. ყოვლად უმიზეზოდ, ეს ამ პარტავანი ადამიანი მიიჩნევს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, იესოზე მნიშვნელოვანიც კი, იმაზე მნიშვნელოვანიც, რაც სისხლით გაკეთდა. და ამდენად მან თავად უნდა გააკეთოს ის, რაც უკვე აღსრულებულია, აღნუსხოს, თუ როგორ ცდილობს ამის გაკეთებას. ხოლო უფალი ამბობს, მე გავუძლებ ამას, მაგრამ ღვთისწყალობას მივცემ იმ ადამიანს, რომელიც თავმდაბალია და ვინც მიიღებს იმას, რაც მე უკვე აღვასრულე. ხოლო მეშვიდე ლექსში ის გვეუბნება, რომ თავი უფალს უნდა მიანდო. ანუ თავმდაბლობა იმაში მდგომარეობს, რომ მიანდო საკუთარი თავი უფალს. ხოლო როცა მიენდობი უფალს, ეშმაკთან შერკინებაც შეგიძლია. მიაქციეთ ყურადღება, რომ ეშმაკთან შერკინება იწყება მაშინ, როდესაც თავს მიანდობთ იმას, რაც უკვე აღსრულდა. ახლა განვიკურნე. ახლა შემიძლია წინააღმდეგობა გაუწიო ეშმაკს. ეს შესანიშნავია. ამგვარად, უამრავი ადამიანი ცდილობს შეერკინოს ეშმაკს და არც კი იციან იმის შესახებ, რაც უკვე აღსრულდა. და თავს არ მიანდობენ იმას, რაც უკვე აღსრულდა და იბრძვიან იარაღის გარეშე. არადა გვეუბნებიან, წინააღმდეგობა გაუწიე ეშმაკს იმით, რომ მიენდობი უფლის სიტყვას და მეტი ღვთისწყალობაც კი შეიძლება მიიღო. და გვეუბნებიან, რომ შიშით გაგეცლებაო. სწორედ ამას გულისხმობს, შიშით გაგვეცლება. გახსოვდეთ, რომ ღვთისწყალობა იმიტომ ჩნდება, რომ თავს მიანდობთ მას, დიდება უფალს. ხოლო ეშმაკი შიშით გაგვეცლება. ახლა კი ჩავხედოთ პეტრეს პირველი წერილის მეხუთე თავის მეხუთე მერვე ლექსებს. მეხუთე ლექსი გვეუბნება. ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და. გესმით ხომ? უხუცესებს დაემორჩილეთო. ანუ ისე უნდა მოიქცეთ, როგორც ისინი გირჩევენ. ხოლო რჩევის სიმძიმე უფროსებზეა. შემდეგ აგრძელებს. ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ. ანუ თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს და იქვე გვეუბნება, რადგან ღმერთი ამ პარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს. ადამიანი, რომელიც გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ თავს, რომელიც არ მიენდობა უფლის სიტყვას, მიდის ამ პარტავნული გზით და ცდილობს მიაღწიოს იმას, რაც უკვე მიღწეულია. ხოლო უფალი ამ პარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს. უფალი გვანიჭებს იმას, რაც უკვე მიღწეულია. როდესაც განკურნებას ვითხოვთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე განვიკურნეთ, რადგან იესომ უკვე მოგვიპოვა კურნება. წერილი გვეუბნება, ღმერთი ამ პარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს. კეთილი. ახლა მეექვსე ლექსი. წერილი გვეუბნება, მას დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აღგამაღლოთ თქვენ. და ეს იმიტომ, რომ ღვთისწყალობა მუშაობს. მეშვიდე ლექსი. ყურადღებით იყავით. თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. აი ეს არის იმის გამოცდა, თუ რამდენად მინდობილი ხართ. გესმით, გვეუბნება თავი დაიმდაბლეთო და ყველა საზრუნავი მე მომანდეთო. მე მომანდე, რადგან მე ვზრუნავ შენზეო. შენ კი ამის ნაცვლად მე თავად ვიზრუნებო. ესაა ამ პარტავნება, ამ პარტავანი ქცევა. თუ თავს უფალს მიანდობ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ყველა შენს საზრუნავსაც მას მიანდობ, ვინაიდან ის ზრუნავს ჩვენზე.
და თუ მე ჩემს საზრუნავს მას მივანდობ, რადგან ის ჩემზე ზრუნავს, გამოდის თავი დავიმდაბლე და ღვთისწყალობა ხელმისაწვდომი გახდა ჩემთვის. ამიტომ შემიძლია ჩემი საზრუნავი მას მივანდო, ვინაიდან ის ზრუნავს ჩემზე. და ახლა კი ღვთისწყალობაა ის, რომ ჩემი საზრუნავი მისი საზრუნავი ხდება. აი ასე ხდება, თუ საკუთარ თავს დაიმდაბლებ და უფლის ყოვლის შემძლე ხელს მიენდობებ. არადა უამრავი ადამიანი, რომელმაც იცის რა არის დაწერილი და რომ უფალი ზრუნავს ჩვენზე. იციან რა არის დაწერილი, მაგრამ იცით როგორ იქცევიან. ამბობენ, მე არ გადავაბარებ მას ჩემს საზრუნავს. კარგად ვიცი, მაგრამ მაინც ასე ვიქცევი. ვდარდობ, ამპარტავნებაში ვარდები და ამ ამპარტავნებით ვმოქმედებ. ამპარტავნება. იცით ცუდი რატომაა? ნერვიულობა? მე ვნერვიულობ, არადა მეუბნება, არი ნერვიულო. მეუბნება, გადმომაბარე შენი საზრუნავიო. არადა დარდი ცოდვაა. რატომაა ცოდვა? იმიტომ რომ დაწერილია. თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. თუ მიენდობით, ღვთისწყალობა გადმოვა თქვენზე და იზრუნებს თქვენზე. ღმერთი ცდილობს აგვარიდოს სირთულეებთან ჭიდილი, ხოლო ეშმაკი ყოველჯერ ზეიქვეა. უფალი გვეუბნება, არ მინდა თავად შეეჭიდო სირთულეებს, ხოლო ეშმაკი იქვეა და თავისას ცდილობს. უფალი გვეუბნება, მომენდე და მოგმადლი ღვთისწყალობას, და ღვთისწყალობა არის საკმარისი. ის ყველაფერს მოაგვარებს. და აი რას გვეუბნება მერვე ლექსში. იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს. მას შეუძლია ჩაყლაპოს ვინმე, ვინც აპარტავნებაშია. იფხიზლეთ. იცით რას ნიშნავს ფხიზლად ყოფნა? ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მოგეწამლოთ გონება. იფიქრეთ მართლზომიერად. იფხიზლეთ, ვინაიდან თქვენ გყავთ ცბიერი მოწინააღმდეგე. პირდაპირ გეუბნებით, რომ ცბიერი მოწინააღმდეგე გყავთ. ვინ არის ის? ეშმაკი, რომელიც ბრდღვინავს. ბრდღვინავს, რათა დაგაშინოთ. ბრდღვინვას იყენებს იმისათვის, რომ შთაგაგონოთ და ჩაგინერგოთ შიში. ისე, რომ უფლის სიტყვამ ვერ მოაღწიოს თქვენამდე. ის დაძრწის და ეძებს. ცხადია, ნებისმიერის მონადირება რომ შეძლებოდა, ასე გამალებით არ დაძებნიდა მსხვერპლს. ამიტომ სულ ამოწმებს, ვინ შეიძლება შეაცდინოს. მას არ შეუძლია თავმდაბალი ადამიანის შეცდენა, რომლისთვისაც ღვთისწყალობა თავის საქმეს აკეთებს. მას შეუძლია შეაცდინოს ამპარტავანი, ადამიანი, რომელსაც ეწინააღმდეგება უფალი და რომელზეც არ გადმოდის ღვთისწყალობა, რადგანაც ზედმეტად ამაყია, რომ მიიღოს წყალობა. მისი ამპარტავნება ვერ იღებს ღვთისწყალობასა და იმ გამარჯვებას, რომელიც იესომ უკვე მოიპოვა. რწმენით ქმედება არ გულისხმობს იმას, რომ რამე გაქვთ გასაკეთებელი. და თუ რაღაცებს ზედმიწევნით კარგად შეასრულებთ, შეიძლება დაითანხმოთ ღმერთი და თქვენთვის რაიმე კარგი გააკეთოს. ეს არის ძველი, წარმართული, საშინელი აღქმა და დამოკიდებულება. ებრაელთა მიმართ მე-9 თავის მიხედვით ეს ამაო გარჯაა. ამაოა შრომა, როდესაც ცდილობ რაიმე მოიმოქმედო, რათა უფლის სიკეთე დაიმსახურო. და სწორედ ესაა ის რელიგიური ლაქა, რომელიც მოდებულია ადამიანებზე დღევანდელ სამყაროში. ადამიანები მუდმივად აკეთებენ რაღაცას უფლის სიკეთის მისაღებად. მთელი სამყარო ასეა. მე არავის გამოვხსნი ვარ და იქნებ ეკლესიაში თუ ვივლი, ღმერთმა მომადლოს სიკეთე. ეს არის აღქმა და დამოკიდებულება. თუ რაიმე სიკეთეს მოვიმოქმედებ, იქნებ ღმერთმა მომადლოს სიკეთე. ამასობაში კი ვერ ვიაზრებთ, რომ მან უკვე მოგმადლა ყველაფერი, რაც გვჭირდება და გველოდება. როდის გავაცნობიერებთ ამას, გავბედავთ ამის მიღებას და გავბედავთ რწმენას. ეს წმინდა წერილები გვიყვება, თუ როგორ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ეშმაკს და იმავდროულად გვესაუბრება ღვთისწყალობაზე. ღვთისწყალობა, უფლის უპირობო წყალობა. უფალი ერთგვარად მოქმედებს. დიდება უფალს. ეს არის დაუმსახურებელი, უპირობო წყალობა. წარმოიდგინეთ, უფალს ისე ძლიერ უყვარდა სამყარო, რომ საკუთარი ვაჟი შემოგწირა. ღვთისწყალობა. ეს არის წყალობა აქ და ახლა. და ამისათვის არაფრის გაკეთება არაა საჭირო. როგორ შეგვიძლია გამოვითხოვოთ ღვთისწყალობა და გამოვითხოვოთ უფლის მადლი, რომ მოგვცეს ის მოთხოვნათა ჩამონათვალი, რომელიც უნდა დავაკმაყოფილოთ იმის მისაღებად, რომლისთვისაც არანაირი გარჯა არაა საჭირო,
ვინაიდან ეს არის საჩუქარი და არა გასამრჯელო. ღვთისწყალობა მოგანიჭებს გამარჯვებას სულიერ ორთაბრძოლაში. როდესაც გვეუბნებოდა, რომ უფლის სრული აღჭურვილობა უნდა აგვეღო, ის გულისხმობდა, რომ უფლის სიტყვით უნდა შევიარაღდეთ. ანუ საღვთო წერილებია ის, საიდანაც მოდის ღვთის მადლი. იქიდან ვიღებთ უფლის განუზომელ წყალობას. ეს ხელმისაწვდომია ჩვენთვის. უბრალოდ მიიღეთ ეს. და თუ მტერი გამოჩნდება, ის დამარცხდება. რატომ? იმიტომ რომ არ ცდილობ მიიღო რაღაც. წარმოიდგინე, როგორ უყურებს იმ ადამიანებს, რომლებსაც კიდევ სწამთ და მაინც არ აქვთ და ამიტომ უწევთ ამის კეთება იმ ბრძოლის საპირწონეთ. და ის გარემოება, რომ მან იცის, შეიძლება ანადგურებდეს ადამიანს და როცა მოიკითხავთ, მათ უკვე აქვთ ეს. ისე იქცევიან, თითქოს აქვთ ეს. ისინი ასხივებენ საკუთარ რწმენას, სატანა კი გარბის შეშინებული. ყურადღება მიაქციეთ, შეშინებული გარბის. რადგან იცის, რომ მისი სიტყვები ერთგვარი საშვია. თქვენ ამბობთ, დიდება უფალს, ღვთისწყალობა ჩვენთანაა. ღვთისწყალობაა ის, რაც გვამარჯვებინებს სულიერ ორთაბრძოლაში. გასაკვირი არაა, რომ ეშმაკი ასე გამწარებით ესხმის თავს იმ ადამიანებს, რომლებიც ავრცელებენ ღვთის სიტყვას ღვთისწყალობის შესახებ, ვინაიდან სატანა ვერაფრით დაიცავს თავს იმ ადამიანების წინაშე, ვისაც სწამს, რომ გამარჯვება უკვე მოპოვებულია. მას არ შეუძლია თავი დაიცვას. ეშმაკი უძლურია უფლის შვილის წინაშე, რომელმაც იცის რა არის ღვთისწყალობა და ის რომ გაიმარჯვებს. როდესაც იცი, რომ იესომ უკვე მოგიპოვა ღვთისწყალობა და მოწყალება, საქმე სულიერი ორთაბრძოლის მოგებას აღარ ეხება. ჩაიხედეთ კორინთელთა მიმართ მეორე მიმართვაში. მე-12 თავი, ლექსები მე-7, მე-9. წარმოუდგენელი რამაა. ეს გჭირდებათ. აუცილებელია, რომ შეამზადოთ გონება. გახსენით გონება და მიიღეთ თითოეული მისხალი. აი ნახეთ რას გვეუბნება. ლექსები 7, 8 და 9. და ეს პავლეს სიტყვებია. პავლე გვეუბნება. და რომ არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით. ანუ პავლე გვეუბნება, რომ ღვთისწყალობაა ის გამოცხადება, რომელსაც იღებს. გალათელების მიმართ წერილში უფალი გვიყვება, თუ როგორ განვითარდა პავლე იმ ღვთისმადლის გამოცხადების მიღებით, რომელიც მიიღო იესოსგან. მან ეს პირდაპირ იესოსგან მიიღო. ალილუია. ესაა იესოს გამოცხადება. ეს ის გამოცხადებაა, რომლის მიღებაც გვჭირდება ჩვენ. ჩვენ ვცდილობთ გამოცხადება ხან ამით, ხან იმით მივიღოთ, არადა გამოცხადება არის იესოს გამოცხადება. და რომ არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში. კეთილი. რას გვეუბნება ამით? გვეუბნება, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ პარტავნებაში არ გადავიდეთ. ეს ყველა გამოცხადებას ეხება, რასაც ვიღებთ. და იცით ეს ყველაფერი სად ხდება? ჩვენს გონებაში. შენ ვინ ხარ? მოდი რა. ხან ერთ სიავეში თაგაგონებს, ხანაც მეორე უბედურებას. მიდი. უთხარი ყველას, რომ იმოძრაონ, ოღონდ სხვა მიმართულებით. შედი ამ პარტავნებაში იმის გამო, რომ ხსნა თავად მოიპოვე, ხოლო პავლე იბრძვის ამის წინააღმდეგ. შეხედეთ, შემდეგ ლექსში ამბობს. ამისათვის სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი. ანუ ის შეღაღადებს უფალს. ღმერთო, ესე და ესეა საქმე. ასეთი ვითარებაა და დამეხმარე უფალო, მიშველე. და აი, მე-9 ლექსშია შველა. და მითხრა, საკმარისია შენთვის ჩემი მადლი. გესმით? რაც უკვე გავაკეთე, საკმარისია შენთვისო. უფლის მადლი, უფლის უპირობო წყალობა საკმარისია ჩვენთვის. ჩემი უზადო სიძლიერე უძლურებიდან აღმოცენდა. როდის? აი, როდესაც თქვენს ცხოვრებაში ჩნდება სივრცე თავდასხმისთვის. აკი გვეუბნება, ჩემი მადლი საკმარისზე მეტია შენთვის. გაითავისე ეს. ჩემი უზადო სიძლიერე უძლურებიდან აღმოცენდა. ამიტომ სიხარულით ვიდგები და მივიღებ მადლს უძლურებისას. იესოს ძალა გადმოვა ჩემზე. იესოს ძალა დაისადგურებს ჩემში. და აი, ერთი შეკითხვა მაქვს. ვიცი, რომ სატანას არანაირი დაცვა არ აქვს ღვთიური მადლის წინაშე. და აი, უფალი ეუბნება პავლეს, ღვთის მადლი გარგებს ძმობილო. შენ თავს სატანის შიკრიკი გესხმის. და რა გაქვს პასუხად? ღვთის მადლი. ის ვერ დაგამარცხებს, თუ ამ მადლში იქნები. და აი კითხვაც. აი რას მოვუბრუნდებით შემდეგ კვირას. და სად არის ის ბრძოლის ველი, სადაც ეს ყოველივე ხდება, რის შესახებაც ახლა წავიკითხეთ. პავლე რომ გადის განსაცდელს, მისი ბრძოლის არენა სადაა? ჩვენ ისე ვუყურებთ ამ გარემოებას, თითქოს ფიზიკურ მოქმედებებს აქვს ადგილი.
არადა ეს ყველაფერი მის გონებაში ხდება. ბრძოლა პავლეს გონებაში ხდება. მისი გონება რწმენის არენაა და მის გონებაში უნდა მოხდეს იმის გააზრება, თუ რა არის ღვთისწყალობა. და რა გახდა ხელმისაწვდომი ღვთისწყალობით. მანამ სატანაც ცდილობს აფიქრებინოს, რომ სწორედ მან თავად უნდა იმოქმედოს და იაქტიუროს და ამიტომ შემდეგ კვირას მე დავიწყებ საუბარს გონებაში ბრძოლის შესახებ. ეს არის მტრის პირველი თავდასხმა. თავდასხმის პირველი ადგილი თქვენი გონებაა. თქვენი გონება. არა სხეული, არამედ გონება. სატანა ყველანაირი გზით ეცდება შეაღწიოს თქვენს გონებაში. თავდასხმა თქვენს გონებაშია. თქვენი გონებაა არენა, ორთაბრძოლის ველი. აქ ირკვევა ის თუ რა ისახება, რაც გამოვლინდება თქვენს ცხოვრებაში. იმის მიხედვით, თუ როგორ დასრულდება ბრძოლა თქვენს გონებაში. წააგებთ ან მოიგებთ ცხოვრებაში. ყველაფერი თქვენს გონებაში არსებულ ბრძოლის ველზე წყდება. ესაა სულ რაც მინდოდა დღეს მეთქვა. საკმარისია. თავად განაგრძეთ. საკმარისი ინფორმაცია გაქვთ გადასახარში. საკმარისი რამ გაქვთ გადასალაგებელი და განაგრძეთ ამის მოსმენა. განაგრძეთ ამ თემაზე ფიქრი და კიდევ გვაქვს თქვენთვის გასაზიარებელი. თუ როგორ მოვიგოთ ეს ბრძოლა ჩვენს გონებაში. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე. სიზუსტის აუცილებლობაზე. უნდა შევწყვიტოთ იმაზე დარდი, რომ ჭეშმარიტი სიტყვა გვჭირდება, კონკრეტული სიტყვები გვჭირდება და ეს სიტყვებია სწორედ ღვთისწყალობა, ღვთისწყალობის არსი. რატომ? როდესაც სასჯელი მოდის, ღვთისწყალობა გვეუბნება, რომ არ არსებობს სასჯელი. ამიტომ უნდა გავითავისოთ ეს სიტყვა. შეუძლებელია გადახვიდე თავდაცვის ან სათნოების რეჟიმში. იცით რა არის თავდაცვის რეჟიმი? ყოველ წუთას უნდა უფრთხილდეთ ეშმაკს. იცით ის რას იზავს? ჩაგისაფრდებათ და გაცლით, რომ გამოავლინოთ თავდაცვის მცდელობები და უმალვე დაგსჯით ამ მცდელობებისთვის. ის სწორედ ასე იქცევა. ჩაგისაფრდებათ და უმალ დაგსჯით, როდესაც თავდაცვის რეჟიმს აამუშავებთ. ნახეთ რა მოიმოქმედეთ. ამიტომ აუცილებლად ვისაუბრებთ მეც ამის შესახებ. მოდით დავწინაურდეთ და ვილოცოთ ეს დღეები. ზეციერო მამაო, გმადლობა მისთვის. გმადლობ, რომ შევძელი ამჯერად შენი ხალხისთვის გადაგება და გმადლობ უფალო, რომ სული წმინდა ამბობდა ჩემი პირით ისეთ ნიუანსებს, რაც მე აზრადაც არ მომსვლია საუბრისას. შენ ამჟღავნებდი სიმართლეს, მე კი მხოლოდ ვსაუბრობდი. შენ მათქმევინე სიტყვები, რომლებიც დაგვეხმარა უკეთ დაგვენახა იესო და მისი არსი. უფალო, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც სთესენ და რწყავენ. შენ ზრდი ჩვენს ნათესებს, რომლებიც დათესე ჩვენს გონებაში და მორწყე. ვლოცულობ, რათა გაამრავლო კეთილი საქმენი და დღესაც მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი. გავედრებ, რომ დღეისაკეთ აქ ნათქვამი სიტყვები შეაღწევს ადამიანების გულებში და ადამიანები შეიცვლებიან სახარების შუქით, რომელიც მათ იხილეს იესოს სახელით. და თუ თქვენ აქ ხართ დღეს და აქამდე იესო არ გიღიარებიათ თქვენი ცხოვრების უფლად, თუ აქ ხართ დღეს და პირველად გაიგეთ, რომ იესომ უკვე გადაიხადა საზღაური მთელი მსოფლიოს ყველა ცოდვისთვის, მათ შორის თქვენი ცოდვებისთვისაც, და ვინაიდან თქვენი ცოდვებისთვის საზღაური გადახდილია, რამდენად გონივრული იქნება თუ ამას მიიღებთ? ჩაიბარით მთელი პაკეტი. ზოგიერთი გაოცებულია, რა? ჩემი ცოდვები გამოსყიდულია? დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ქრისტიანიც კი არ ხართ, მაინც შეგიძლიათ მთლიანი პაკეტი ჩაიბაროთ, რამე თუ თქვენი ცოდვები გამოსყიდულია. თქვენი ცოდვები, დედა თქვენის ცოდვები, ნებისმიერი გამვლელის ცოდვები, თქვენი საუკეთესო მეგობრის ცოდვები, სიკვდილის სარეცელზე მყოფი ადამიანის ცოდვები. მაგრამ აუცილებელია, რომ ეს გააცნობიეროთ და მიიღოთ. როგორ უნდა მივიღოთ ეს? მე ვეპატიჟები იესოს ჩემს ცხოვრებაში და ვიღებ ყველაფერს, რაც მან ხელმისაწვდომი გახადა. და თუ თქვენ თავადაც მზად ხართ, იესო ქრისტე გახადოთ თქვენი ცხოვრების უფალი, შეძლებთ რომ შემომიერთდეთ და ჩემთან ერთად გაიმეოროთ ეს ლოცვა. ზეციერო მამავ, ვაცნობიერებ, რომ ცოდვილი ვარ, მაგრამ სწორედ ახლა ვნანობ ჩემს შეცოდებებს. წამს, რომ იესოა ჩემი უფალი და რომ ის არის საზღაური, რის გამოც მე შემიძლია განთავისუფლდე ცოდვებისგან და ცოდვათა შედეგებისგან. უფალო იესო, შემოდი ჩემს გულში, იყავით ჩემი უფალი და ჩემი მხსნელი და ახლა მყისიერად მე გიღებ შენ და ვაცხადებ, რომ მე ვპოვე ხსნა იესოს სახელით.
გმადლობ უფალო, რომ მიხსენი. ამინ. თქვენ არ გჭირდებათ იმისათვის ბრძოლა, რომ უფალმა მოგიტევოთ, თუ კი ეს ლოცვა ჩემთან ერთად წაიკითხეთ. თქვენ მიიღეთ საზღაური, უფლის წყალობა, მშვიდობის აღთქმა, დიდება უფალს. ამინ. თქვენ მიიღეთ თქვენი გამოსყიდვა, თქვენ მიიღეთ თქვენი შერიგება და ვიღაც იკითხავს, ახლა რა გავქნა? შეისის ხორცე სიტყვა და უფლება მიეცი სულიწმინდას თავიდან ბოლომდე შეგცვალოს. მოიშორეთ თქვენი ძველი სურვილები და გაიჩინეთ ახალი სურვილები. მე უკვე ვთქვი, თუ რა იყო ჩემი პირველი ნაბიჯი. იესოს გაცნობა. გაიცანით იესო, დაუთმეთ დრო და წაიკითხეთ მის შესახებ სახარებაში. გაიგეთ ვინ არის, მიეცით საშუალება წმინდა სულმა გააკეთოს თავისი საქმე. ის გააკეთებს თავის საქმეს. ამინ. პატივი ეცით უფალს. ეს გულისხმობს მისთვის დროის დათმობას. დროა საჭირო, მაგალითად, ჩვენი მსახურებისთვის. გულწრფელად გეუბნებით, არასოდეს აქამდე ასეთი დარწმუნებული არ ყოფილ ვარ ჩემს თავში. და ახლა იმას, რაც მე მომეცა, აღვიქვავ ჩემი მსახურების ნაწილად. ზუსტად ისე, როგორც ადამიანები გალობას აღიქვამენ მსახურების ნაწილად, ან ლოცვას, ან ერთობას აღიქვამენ მათი მსახურების ნაწილად და ქადაგებას აღიქვამენ მსახურების ნაწილად. ხოლო ის, რაც მე მომეცა, ავსებს ჩემს მსახურებას. იცით, ერთი რამ მინდა გაგიმხილოთ იმაზე, რაც მომეცა. შემიძლია ბევრი და სხვადასხვა რამ ვაკეთო ისე, რომ არ შევეხო იმას, რაც მომეცა. მე არ დამისრულებია ჩემი მსახურება და უაღრესად მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ შენთვის მოცემულის გაზიარება იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც გალობის, ლოცვის, ქადაგების თუ ერთიანობის. უფალს ისე უყვარდა სამყარო, რომ მხოლოდ შობილი ძემისცა მას. უძვირფასესი რამ, რაც კი ზეცაში იყო. ამიტომაცაა, რომ სურს შეგცვალოთ ახლა, რადგან თავად გასცეთ ის, რისი გაცემაც უფლისგან დასაჩუქრებულს შეუძლია. რათა გასცეთ ის, რაც გაქვთ და რაც მოგეცათ ღვთის წყალობით, ღვთის მადლითვე გასცემთ. მომიტევეთ. თქვენი სიყვარულით, თქვენი მადლიერებით, იმის მიმართ, რაც უკვე აღსრულებულია. იმიტომ კი არ გასცემთ, რომ უფალს მოსთხოვოთ რაიმეს გაკეთება. გასცემთ იმიტომ, რომ უკვე აღსრულებულია. და როდესაც ხედავთ, რომ ღვთის წყალობა ხელმისაწვდომია თქვენთვის, თქვენ გემატებათ мотиваცია, რომ მუდამ გასცეთ, რადგან მისგან მონიჭებულს ვერასოდეს დაამარცხებ. პატივი, პრივილეგია და შესაძლებლობაა ჩემთვის მონაწილეობა მივიღო მის მსახურებაში. მადლობა გადავუხადო ღმერთს იმისთვის, რაც უკვე აღასრულა ჩემთვის. შესაწირის სხვადასხვა გზა გამოტანილია ეკრანზე. ამიტომ ამ გაცემის ფარგლებში, თუ გსურთ ტექსტური შეტყობინებით გაიღოთ შესაწირი, შეგიძლიათ გაგზავნოთ სიტყვები World Changers, მსოფლიოს შემცვლელები. გამოტოვოთ ადგილი და სასურველი თანხა გაგზავნოთ ნომერზე 74483. შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 866 467 76 83. ონლაინ შემოწირულობა შესაძლებელია ვებგვერდზე worldchangers.org. შეგიძლიათ იქ PayPal გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ მოგწეროთ მისამართზე 2500 Burdett Road, College Park, Georgia 30 34 9. მჯერა რომ როცა ამას აკეთებთ, ყველაფერი იცვლება. უბრალოდ, თუ ჯერ არ გინახავთ, უფრო მეტად აღფრთოვანდებით გაცემით იმის გამო, რაც მან უკვე აღასრულა. ვიდრე მაშინ, როდესაც გასცემთ, რათა ღმერთზე ზემოქმედება მოახდინოთ და რამე გააკეთებინოთ. 10,000 ენა რომ მქონდეს, მაინც ვერ შევძლებდი საკმარისად ქებას და მადლობას და ეს მართლაც ასეა. თუ დააკვირდებით რა გააკეთა და რას აკეთებს ღმერთი თქვენს ცხოვრებაში, ვერასდროს შევძლებთ საკმარისად მადლობის გადახდას, მადლიერების ჩვენებას. ადიდეთ ღმერთი და მადლობა გადაუხადეთ გაცემის შესაძლებლობისთვის იესოს სახელით. როდესაც დაასრულებთ მსახურებას, მოდით გადავხედოთ ამ განცხადებებს და შესაბამისად ვიმოქმედოთ.
რომელიც მასთან შესაბრძოლებლადაა გამოგზავნილი და რომ არ გაუმედიდურდე მეტისმეტი. ანუ მან მოგიცვა, გაგიზიარა ყველა გამოცხადება, მაგრამ მას თავს ესხმის სატანის შიკრიკი. მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც უკვე აღასრულა. ახლახან ამაზე დავფიქრდი. ალბათ სიმღერა, საგალობელი თუ რაღაც მსგავსი იყო, რომელსაც მეთოდისტურ ეკლესიაში მღეროდით და ვფიქრობ, ეს აზრი უფლის სიტყვით მოვიდა. აი ამ გამოცხადების ჩათვლით, სადაც გვეუბნება, რომ ეკალია სხეულში და გვიხსნის, თუ რას ნიშნავს ეს ეკალი სხეულში. ესაა სატანის შიკრიკი. არიან ქრისტიანები, რომლებიც არ არიან შესაფერისები და არსებობენ რელიგიური ადამიანები, რომლებიც მიილტვიან ქმედებაზე დაფუძნებული ქრისტიანობისკენ. ისინი დაარწმუნეს, რომ მათ უნდა მოიმოქმედონ რაღაც, რათა აღსრულდეს ის, რაც უფალმა აღგვიქვა და რეალურად უკვე აღსრულებულია. თუ ამის გაკეთებას აპირებთ, მაშინ რწმენა რაღაცში გჭირდებათ. რწმენა ისაა, რომ გწამს იმისი, რაც იესომ უკვე აღასრულა. ვინაიდან რწმენა უზრუნველყოფს იმის ფლობას, რაც უკვე აღსრულდა. თქვენ უნდა დაეუფლოთ მსხვერპლშეწირვის შედეგს. თქვენ უნდა დაეუფლოთ გამოსყიდვის შედეგს. თქვენ უნდა დაეუფლოთ შერიგების შედეგს. თქვენ უნდა გაიზიაროთ განკურნება და ხსნა. სწორედ ესაა სიმართლე. მე არასდროს მიფიქრია ამაზე იმ წლების განმავლობაში, როცა ამას ვკითხულობდი. ის გვეუბნება, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ეშმაკს და იმავდროულად გვესაუბრება ღვთისწყალობაზე და ჩვენ გავაკეთებთ ამ განცხადებას და მე გავაგრძელებ სწავლებას. ამიტომ გაოგნებულები და აღშფოთებულები ნუ გამეცლებით, სანამ ამ ქადაგებათა სერიას დავასრულებ. შენ უკვე გამარჯვებული ხარ, შენ მიიღე ეს გამარჯვება. შენ მიიღე გამარჯვება რაიმეს გაკეთების გარეშე. უბრალოდ იწამე და მიიღე ის. დიდება უფალს. დიდება უფალს. შენ არ გჭირდება ბრძოლა მოსაგებად, უბრალოდ უნდა მიიღო მოგება. არ გჭირდება ბრძოლა გამარჯვების მისაღწევად. შენ უკვე გააქვს გამარჯვება და გამარჯვებიდან გამარჯვებაზე გადადიხარ. შინაგანი გამარჯვებიდან გადადიხარ გამარჯვების გარეთ გამოცხადებაზე. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც გამარჯვება შიგნითაც კი არ აქვთ, მაგრამ ფიქრობენ, რომ მათი შრომით ეს გამარჯვება გარეთ გამოანათებს. თუ რაიმე გარედანაც შესამჩნევი ხდება, ეს უფლის წყალობა, უფლის მადლია. ზოგიერთი თქვენგანი ყოფილხართ კიდეც ღვთისწყალობისა და მადლის თანაზიარი, თუმცა ვერც კი შეგემჩნევიათ ეს, რადგან ამას ისევ იმას მიაწერთ, რაც თავად მოიმოქმედეთ და არა იმას, რაც უკვე აღსრულებული იყო.